გადაცემა შეიცავს კომერციულ ინფორმაციას. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია. გრძელდება წლის ყველაზე ცივი სეზონი, თუმცა ბოლო დღეებია, რამოდენიმე დღეა უკვე ცოტა სითბომაც მოიმატა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებიც, რა თქმა უნდა, ისევე თვალში საცემია. სეზონური ვირუსული ინფექციები, რომლებიც თითქმის ყველა ოჯახს ერხვევა და უეხება და ურღვევს ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმს. დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამ ვირუსულ ინფექციებზე, რომლებიც ძირითადად სასუნთ გზებს ეხება. როგორ ვრცელდება ვირუსები, ყელი, ყური, ცხვირი, რატომ გვახსენებს თავს მათთან დაკავშირებული უსიამოვნო სიმპტომები, როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა და ავიცილოთ თავიდან გართულებები, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ გადაცემაში მოვიწვიეთ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს პროდუქციის მენეჯერი ქალბატონი თია კვირკველია და ჩვენს მეორე ბლოგში ჩაგვერთვება საფთიაქო ქსელის მენეჯერი ქალბატონი ჟანა მაღლაკელიძე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ქალბატონი თქვენ პირველ რიგში და თქვენი საეთერო დრო რომ არ დავიჭირო, პირდაპირ დავიწყებ შეკითხვით. რა არის სეზონური ვირუსული ინფექცია, რა უწყობს ხელს მის გავრცელებას და როგორ უნდა მოვიქცეთ მასთან საბრძოლველად. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მსმენელს. ნამდვილად კვლავ აქტიურ ფაზაშია ვირუსული ინფექციები. სეზონური ვირუსული ინფექციები სხვადასხვა ვირუსით შეიძლება იყოს განპირობებული, იწვევს მას გრიპის, პარაგრიპის, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვადასხვა ვირუსები. COVID-ი, რომელიც ძალიან თუდად გვახსოვს, ასე ვთქვათ, ყველას მთელ მსოფლიოს. და ეს ვირუსული ინფექციების სიმპტომები განსხვავდება სწორედ მათი გამომწვევების მიხედვით. სიმძიმე, თუ როგორია ხანგრძლივობა, გართულებები და ასე შემდეგ. ვირუსული ინფექციები საშუალოდ მოზრდილ ადამიანს წლის განმავლობაში 2-დან 4-მდე შეიძლება შემთხვევა კონდეს, ანუ ავადობის, ბავშვებში შედარებით უფრო ხშირია 6-8ჯერ ავადობენ წლის განმავლობაში მცირე ასაკის ბავშვები, რადგანაც მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. რა იწვევს ვირუსული ინფექციების ესეთ გახშირებას, რომელიც შემოდგომის ბოლოდან იწყება, შემდეგ გრძელდება მთელი ზამთრის განმავლობაში და ადრეულ გაზაფხულზეც კი გრძელდება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება, რომელიც განპირობებულია იმით, რომ შედარებით არასრულფასოვნად ვიკვებებით უფრო მეტად, რადგანაც საკვებში ვიტამინების შემცველობა დაბალია, ნაკლები არის დ-ვიტამინის დონე ორგანიზმში, რადგან ნაკლებ დროს ვატარებთ ღია სივრცეებში და შესაბამისად კანში წარმოქმნა დ-ვიტამინის ნაკლებად ხდება. ასევე ვირუსები არიან უფრო მრავლად, რადგანაც ვირუსებს უყვართ დაბალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა და დახურულ სივრცეებში, სადაც გათბობის სისტემები აშრობენ ჰაერს, საუკეთესო პირობები იქმნება ვირუსების გამრავლებისთვის და მათი გავრცელებისთვის, რადგანაც ადამიანები ძირითადად ასეთ დახურულ სივრცეებში ვიყრით ხოლმე თავს, იქნება ეს სამსახურების სკოლები, ბაღები და ასე შემდეგ, ანუ გარეთ ნაკლებად გავდივართ და ტრანსპორტი და იმის გამო რომ გარეთ ცივა განიავებად შედარებით არ გვიყვარს ხოლმე ხშირად გაღება ფანჯრის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში. ყველაზე ხშირი და შემაწუხებელი კლინიკური ჩივილი მაინც ეს არის ცხვირის გაჭედილობა, ყელის ტკივილი, ყურის ტკივილი. რატომ მაინდა-მაინც ეს ორგანოები ზიანდება და რატომ ყველაზე ხშირად სწორედ ამ კლინიკური ჩივილებით ვლინდება ხოლმე ვირუსული ინფექცია? როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს არის რესპირატორულ ვირუსული ინფექციები, ქვია ამას ზედასასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვირუსები აზიანებენ ზედასასუნთქ გზებს. ზედასასუნთქი გზები იწყება სწორედ ცხვირით და ყელით, რაც შეეხება ყურს, ეს არის ორგანო, რომელიც ნამდვილად არ მიეკუთვნება ზედასასუნთქ გზებს, მაგრამ ძალიან მჭიდრო კავშირში არის მათთან და ამიტომ ერთ-ერთი ძალიან ხშირი გართულება ზედასასუნთქი გზების ინფექციების დროს არის ხოლმე სწორედ ყურის ტკივილით მიმდინარე დაავადებები. ახლა რომ დავიწყოთ ცხვირით, ხომ? ცხვირი არის პირველი ჭიშკარი ვირუსების შეჭრისთვის. ეს არის ორგანო, სადაც ხდება შესუნთქული ჰაერის გათბობა, დატენიანება, გაფილტრვა, როგორც გარემოდან მოხვედრილი უცხო ხილული თუ უხილავი ნაწილაკებისგან, ასევე ვირუსების და ბაქტერიებისგან. და
ცხვირის ღრუში ხდება აი ამ უამრავი ვირუსი და ბაქტერიის დალექვა, გამრავლება და ჯანსაღი ცხვირის ღრუ არის ძალიან კარგი ბარიერი მათი შეჭრის წინააღმდეგ. როგორც თქვით, ჰაერი შრება, რადგანაც დახურულ სივრცეებში არის ეს გათბობის სისტემები და შესაბამისად შრება ცხვირის ლორწოვანიც, გამომშრალი და ცხვირის ლორწოვანი ზიანდება და ეს არის ცუდი ბარიერი უკვე ვირუსების გამტარობისთვის. იმ შემთხვევაში, როდესაც აი აქ დაგროვილი დიდი რაოდენობით ვირუსებია, გამომშრალი ცხვირის ლორწოვანი, აქ უკვე ძალიან ადვილად ხდება ვირუსების შეჭრა ცხვირის საშუალებით. ამიტომ აქვე ვიტყვი რეკომენდაციას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხვირის ღრუს დატენიანება, რასაც შესაბამისი საშუალებებით შეიძლება რომ მივხედოთ, ასე ვთქვათ, და ასევე გამორეცხვა პერიოდულად და გასუფთავება, რადგანაც აი აქ დალექილი უცხო ნაწილაკების თუ ვირუსების და ბაქტერიების ჩამორეცხვა მოხდეს პერიოდულად. ანუ მხოლოდ და მხოლოდ ცხვირის გაჭედილობისთვის ეგრეთ წოდებული გამხსნელი საშუალებები არა, უბრალოდ პარალელურად ჭირდება ცხვირის ღრუს სანაცი ადეკვატური დატენიანება და გამორეცხვა, რომ გავათავისუფლოთ ცხვირის ღრუ ზედმეტი აი ამ არა მხოლოდ ვირუსებისგან, ფუფხებისგან, ნადებისგან და ასე შემდეგ, რომელიც მეორადი წყარო შეიძლება გახდეს ინფექციის კარგად ჩანერგვის. აი თქვენ ცხვირის გაჭედილობაზე ძალიან შემაწუხებელი კლინიკური ჩივილია, თუმცა არანაკლებ შემაწუხებელია ყურის ტკივილი და ბავშვების უდიდესი ნაწილი სწორედ ისე ძალიან ცხვირის გაჭედილობა არ აწუხებს, რამდენადაც აწუხებს ყურის ტკივილი. აი რა კავშირშია ცხვირის გაჭედილობა და ყურის ტკივილი, თუმცა ბავშვების გარდა მოზრდილებში და აი უკანასკნელი პერიოდი ამ ვირუსებით ავადობის პერიოდში განსაკუთრებულად ხშირად მესმის ყურის ტკივილი, რომ ყური მტკიოდა. რატომ ხდება მოზრდილებში იგივე გზა არის თუ არა მოზრდილებში და ყურის ტკივილის? კი ბატონო, მოგახსენებთ, ნამდვილად ყური ძალიან მჭიდროდ არის ცხვირთან დაკავშირებული, ანატომიურად ცხვირის ღრუ ძალიან ვიწრო მილით დაკავშირებული არის შუა ყურთან, ეს არის ევსტახის მილი, რომლის ფუნქცია არის იმაში, რომ დაფისაბკის ორივე მხარეს მოახდინოს წნევის რეგულირება. ნორმაში ევსტახის მილი უნდა იყოს გამტარი, ჩვეულებრივ, მაგრამ როდესაც არის ცხვირის ღრუ დახშული, ანუ არის გაჭედილობა, ცხვირის სურდოა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ შეშუპება ანთებითი პროცესი გავრცელდეს ევსტახის მილშიც, აქ იქნება ძალიან კარგი პირობები ბაქტერიების გამრავლებისთვის და გავრცელებისთვის, რომელიც ვრცელდება სწორედ ყურის მიმართულებით და შედეგად ვითარდება შუა ყურის ანთება, ანუ შუა ოტიტი. ეხლა რაც შეეხება ბავშვების ავადობას, ბავშვებში გაცილებით უფრო ხშირია შუა ოტიტის განვითარება, რადგანაც მათ ახასიათებთ ესეთი ანატომიური თავისებურება, მათი ევსტახის მილი არის უფრო მოკლე და უფრო ჰორიზონტალურად მდებარეობს. შესაბამისად, ძალიან ადვილად ხდება ინფექციის გავრცელება ყურის მიმართულებით და ესეთი საინტერესო სტატისტიკა არსებობს, რომ 4 წლამდე ბავშვების დაახლოებით 80%-ს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი შუა ოტიტი. მოზრდილებშიც, რა თქმა უნდა, მოზრდილების დაზღვეული არ ვართ არავინ შუა ოტიტის განვითარებისთვის, თუმცა შედარებით უფრო იშვიათია ვიდრე ბავშვებში და დამეთანხმებით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი ამ დროს არის ყურის ძლიერი ტკივილი, რომელიც ძალიან შემაწუხებელია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის. ბავშვებში ამასთან ერთვის კვებაზე უარის თქმა, გაღიზიანებადება, ჯირვეულობა, გადაყლაპვა უჭირთ, ლუკმის გადაყლაპვა უჭირთ, იმიტომ რომ ტკივილი მატულობს ამ დროს და ძალიან შემაწუხებელია. ძალიან შემაწუხებელია ბავშვებისთვის, თუმცა ტკივილი მოზრდილებშიც ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ მოზრდილებში შედარებით უფრო მარტივად შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება და კიდევ ერთი, მხოლოდ შუა ოტიტი არ იწვევს ყურის ტკივილს, მოზრდილებში უფრო მეტად გავრცელებული არის ხოლმე გარეთა ოტიტი ვითარდება გარეთა სასმენ მილში ანთებითი პროცესის განვითარებით. ეს შეიძლება იყოს ტენიანობის მომატების შედეგად ბაქტერიების გამრავლებით, მაგალითად შხაპის მიღების შემდეგ ან აუზის შემდეგ, როდესაც ყურში წყალი ჩამივიდა, ხო, აი ესეთი მომენტი. ამ დროს მართლა ტენიანობა არის მომატებული, როდესაც გამომშრალება კარგად ვერ ხდება და აქ ხდება ბაქტერიების გამრავლება. შესაბამისად ვითარდება ანთებითი პროცესი, შეშუპება, ტკივილი და იწვევს ყურის ტკივილს. სხვათა შორის სადიაგნოსტიკო ნიშანი ერთ-ერთი არის, რომ გარეთა ოტიტს
წინ უძღვის ხოლმე ძალიან ხშირად ყურის ქავილი და ასევე ტრაგუსზე ხელის დაჭერისას, რომელიც არის ყურის წინ შემაღლებული ადგილი, ტკივილი არის მაჩვენებელი პატარებს ზუსტად და ესე უსინჯავენ ხოლმე ყურის ტკივილის დროს ყური ხომ არ ტკივა. ყური ხომ არ ტკივა, კი ბატონო, ეს არის ნიშანი სწორედ ოტიტის და სხვათა შორის მოზრდილებში ნუ მხოლოდ ტენიანობის მომატება არ არის მიზეზი, ძალიან ხშირად არის ხოლმე დაზიანება, გარეთ ასასმენი მილის მექანიკური დაზიანება, მაგალითად ყურის გაწმენდის დროს. და კიდევ არასწორი დამოკიდებულება, აი რაღაცა ჰიგიენასა და სიფრთხილეს შორის, ანუ ყურის ძალიან ხშირი გაწმენდა არ არის რეკომენდებული, რადგანაც ყურს აქვს დამცველობითი გოგირდის ფენა, რომელიც ანუ ხშირი მოშორება ამას არ შეიძლება, რადგანაც ეს არის ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს და დამცველობითი მოქმედება, ამიტომ მისი მოშორება თავისთავად ადგილობრივ იმუნიტეტს აქვეითებს და შესაძლებელია რომ მეორადად გახდეს ანუ ბაქტერიული ინფექცია განვითარდეს. ამიტომ უნდა გავაკეთოთ ძალიან ესეთი ზღვარი უნდა გავავლოთ ჰიგიენასა და ხშირ გაწმენდას შორის, რომელიც არ არის რეკომენდებული. ის კლინიკური ჩივილები, რომელი კლინიკური ჩივილების დროსაც შესაძლებელია რომ თვითმკურნალობა ოჯახის პირობებში აღარ იყოს მხოლოდ და მხოლოდ საკმარისი, რა თქმა უნდა, ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პაციენტების უმრავლესი ნაწილი ხშირად ცდილობს თავის თვითონ მოვლას. იყენებს ათასნაირ ყურის წვეთებს, იყენებს ცხვირის გამხსნელ საშუალებებს, გაჭედილობის მოსახსნელს, იყენებენ ანტიჰისტამინებს, მიმართავენ თვითნებურ ანტიბაქტერიულ თერაპიას. რა თქმა უნდა, ბავშვებზე ეს ნაკლებად ვრცელდება, იმიტომ რომ ბავშვის მაინც ყოველას დედას ეშინია და შედარებით უფრო ხშირად ხვდებიან ხოლმე ექიმთან. არსებობს რაღაც გარკვეული კლინიკური ჩივილი, მაგალითად გამონადენი ყურიდან, ცხელება და ასე შემდეგ, რომელიც უკვე აღარ ჯდება მხოლოდ და მხოლოდ სახლში მოვლის პირობებში. და ესეთი ადამიანები აუცილებელია რომ მივიდნენ ექიმთან სპეციალისტთან, რომელიც დამატებითი კვლევების საფუძველზე მათ დამატებით დანიშნულებას მიცემს. აი რა არის ის კლინიკური ჩივილები და თვალმისაქცევი გამოვლინებები, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს? დიახ, ნამდვილად უმრავლეს შემთხვევაში ვირუსული ინფექციები, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციები სტაციონარში ვიზიტს არ საჭიროებს, ექიმთან ვიზიტს, რადგანაც არის მხოლოდ შემაწუხებელი სიმპტომები, აქ ხდება სიმპტომური მკურნალობა, რასაც ადამიანი თვითონვე შეძლებს საბინის პირობებში. მთავარი არის, რომ ყველამ ვიცით დიდი რაოდენობით სითხეების მიღება, გართულებებისგან თავის არიდება, რომ თავი ან დამზოგველი რეჟიმი არ გადავცივდეთ ამ პერიოდში და სიმპტომური საშუალებები, მაგალითად სურდოს დროს ცხვირის გამხსნელი საშუალებები და ცხვირის გაჭედვის დროს, ყელის ტკივილის დროს, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობის შეიძლება იყოს, ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი ადგილობრივი საშუალებები, მაგრამ არამც და არამც ანტიბიოტიკი ვთქვათ ექიმის დანიშნულების გარეშე. და ყურის ტკივილის დროსაც შესაძლებელია რომ ადგილობრივი საშუალებები არსებობს, ჩასაწვეთებელი საშუალებები, რომლებიც ვთქვათ ადგილობრივად გართულების პროფილაქტიკას ახდენს და ტკივილის კუპირებასაც და ანთების კუპირებასაც. მაგრამ არის ისეთი სიმპტომები, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ აუცილებლად მივმართოთ ექიმს ამ დროს. მაგალითად, ასეთი სიმპტომები არის ტემპერატურა 3 დღეზე მეტხანს თუ გრძელდება მაღალი ტემპერატურა და ნაკლებად ემორჩილება 38 და ზევით და ნაკლებად ემორჩილება ტემპერატურის დამწევებს. მეორე ნიშანი არის ასეთი, რომ 3-5 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება. ამ შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მივმართოთ. ტკივილი გულმკერდის მიდამოში, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება, ყურის ტკივილი, რომელიც გრძელდება, ანუ აქვს უფრო ზრდადი ხასიათი და გრძელდება, ვთქვათ, 5 დღე და მეტი ხნის განმავლობაში. ბავშვებში უნდა მივაქციოთ ყურადღებას მივარდნილობა და ძილიანობას, ასევე ქოშინს, სუნთქვის გაძნელებას, ყურის ტკივილი, რომელიც ძლიერია და ანუ დიდხანს გრძელდება საკვების მიღებაზე უარის თქმა. ეს არის ყველა ეს სიმპტომები, რომ რა თქმა უნდა აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებსაც ისედაც ჰქონდათ ყურის პრობლემები ანამნეზში, მაშინ შეიძლება გაცილებით უფრო ადრეც გახდნენ ექიმთან მიმართვის კონტინგენტი, იმიტომ რომ დავუშვათ
ძალიან ხშირად შემხედრია, როდესაც ბავშვს აქვს სხვადასხვა манипуляცია დაფის აპკზე ჩატარებული იგივე შუაყურის ანთების და გამო, ასეთ ბავშვებში, მაშინ როდესაც ცხელება შეიძლება 5 დღესაც არ დაველოდოთ და გაცილებით უფრო ადრე მივიყვანოთ ექიმთან, რომ გამოვრიცხოთ იქ რქჩირქიანი გამონადენი და ასე შემდეგ და ეხლა პრინციპში ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც მინდოდა რომ დღეს ჩვენი მსმენელისთვის გაგვეცნო. აი შემაჯამებლად რომ თქვათ რას ურჩევდით ვირუსული ინფექციების სეზონზე დედებს შვილებთან მოვლასთან დაკავშირებით აი ვირუსული ინფექციების თავადობის პერიოდში. ვირუსული ინფექციები თავადობის პერიოდში პირველ რიგში პროფილაქტიკური ღონისძიებები იმისთვის, რომ დავიცვათ ბავშვები ვირუსული ინფექციებისგან. მაქსიმალურად, ვთქვათ, ვუთხრათ მათ, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის ძალიან რთულია ეს ჰიგიენური პროცედურების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, ვთქვათ, პირბადი სტარება მაშინ, როდესაც მათი გვერდზე მყოფები ბავშვები არიან ავად ამ შემთხვევაში. ეს ძალიან რთულია. ნამდვილად, მაგრამ ერთ-ერთი საშუალება უება არის, ასე ვთქვათ, რომ ვთქვათ, დავიცვათ ბავშვები და ასევე ბავშვების ცხვირის ღრუს მოვლისთვის და იმისთვის, რომ პროფილაქტიკა მოვახდინოთ ვირუსების, არის ძალიან კარგი საშუალება ნიამარინი პანთენოლი, რომელსაც გავუწევდი რეკომენდაციას, არის სრულიად უსაფრთხო, ინიშნება 0 წლის ასაკიდან და მის შემადგენლობაში შედის პანთენოლი, რომელიც ატენიანებს და აღადგენს ცხვირის ლორწოვანს, ასევე წარმოქმნის დამცავ ბარიერს და ხელს უშლის ვირუსების შეჭრას და შედის ზღვის მარილის იზოტონური ხსნარი, რომელიც გამორეცხავს ცხვირის ღრუს და აი ამ დაგროვილი, როგორც ვთქვი, ვირუსებისგან და დაგროვილი ნაწილაკებისგან და შექმნის ფიზიოლოგიურ გარემოს იმისთვის, რომ არ გამრავლდეს ვირუსები და არ მოხდეს მათი შეჭრა. ანუ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ ბავშვებში, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ავადობენ, სკოლაში, ბაღში წასვლის წინ ცხვირის ღრუს გამორეცხვა და უკან დაბრუნების მომენტშიდაც, რომელიც გარკვეულწილად დაიცავს მათ ლორწოვანს ვირუსების ჩანერგვისაგან და შემდგომში იქ გავრცელებისგან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ჩვენი პირველი ნაწილი დასასრულს მიუახლოვ და სულ რამოდენიმე წუთში აუცილებლად დავბრუნდები პირდაპირ ეთერში, ასევე ძალიან საინტერესო სტუმრით. მადლობთ ქალბატონთე, დიდი მადლობა რომ ბრძანდით.